გამარჯობა ჩემო მეგობარო. მე ბალიშა ვარ. დღეს ერთი განსაკუთრებული ამბავი უნდა მოგიყვე. უბრალოდ წარმოიდგინე, რომ ახლა ერთ ძალიან ძველ, ზურმუხტისფერ ტყეში ვართ. ტყეში, სადაც ერთხელ წვიმა ძალიან დიდი ხნით გაქრა. მზე ყოველდღე უფრო მეტად და მეტად ანათებდა. მიწა ნელ-ნელა დასკდა. ფოთლებმა ფერი დაკარგეს და ტყის მთავარი მდინარე თითქმის მთლიანად დაშრა. ტყის ყველა ცხოველს ერთი რამ აშინებდა. თუ წყალს ვერ იპოვიდნენ, ტყე ნელ-ნელა დაიღუპებოდა. ერთხამეს, როცა მთვარე მშვიდად ანათებდა, მოხუცი ბუ ყველაზე მაღალ კლდეზე აფრინდა. მისი მახვილი თვალების სიბნელეშიც ყველაფერს ხედავდა. უცებ კლდის ძირში პატარა სველი ხავსი შენიშნა. ბუმ ჩუმად თქვა: წყალი აქ არის. ღრმად მიწის ქვეშ. ცხოველებს იმედი გაუჩინდათ, მაგრამ კლდე ძალიან მყარი იყო. მაშინ საქმეში მაჩვი ჩაერთო. თავისი ძლიერი თათებით მან მიწისა და ქვების თხრა დაიწყო. ქვები აქეთ-იქით ცვიოდა. მტვერი ჰაერში ტრიალებდა. მაგრამ მალე მაჩვი უზარმაზარ ლოდს წააწოდა. ლოდის მიღმა წყლის ჩუმი ხმა ისმოდა. თუმცა მისი დაძვრა მაჩვსაც აღარ შეეძლო. ტყის ყველაზე სწრაფი ბინადარი, ირემი, წინ გამოვიდა. მან ძლიერი რქებით სცადა ლოდის გადაწევა. ერთხელ, ორჯერ, კიდევ ერთხელ. მაგრამ ვიწრო ხეობაში კარგად ვერ ეტეოდა და ძალა აღარ ყოფნიდა. წყალი ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მაინც მიუწვდომელი რჩებოდა. ამ დროს კლდის პატარა ნაპრალიდან პატარა თაგუმა გამოყო თავი. ის ყველაზე პატარა იყო ტყეში. ბევრს არც კი სჯეროდა, რომ დახმარება შეეძლო, მაგრამ თაგმა ჩუმად თქვა: იქნებ მე ვცადო. ის ლოდის ქვეშ ძალიან ვიწრო ხვრელში შეძვრა. შიგნით ბნელოდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ წყლის გზას გამხმარი მუხის სქელი ფესვი კეტავდა. პატარა თაგმა თავისი ბასრი კბილებით ფესვის ღრღნა დაიწყო. ღრღნიდა და არნებდებოდა. უცებ კლდის სიღრმიდან ციუმა კამკამა წყალმა ამოხეთქა. წყარომ ქვები დაასველა. ლოდის ძირს გზა გამოუთხარა. ირემმა რქებით მსუბუქად მიაწვა და მძიმე ლოდი ნელა გადააგორა. მალე წყალმა ტყისკენ დაიწყო დინება. ჩიტები გახარებულები დაფრინავდნენ. ფოთლები ისევ შეირხა. მშრალ მიწაზე პატარა მწვანე ბალახიც გამოჩნდა. ტყემ თითქოს ისევ ამოისუნთქა. ცხოველები წყაროსთან ჩუმად ისხდნენ. პატარა გუბეში მთვარე ირეკლებოდა და წყლის ზედაპირზე ბუ, მაჩვი, ირემი და პატარა თაგვი ოთხივე ერთად ჩანდა. რადგან წყარო არც ერთს მარტო არ უპოვია. ის მაშინ გაჩნდა, როცა ყველამ თავისი ძალა ერთმანეთს გაუზიარა. აი, ესეთი იყო დღევანდელი ამბავი. ზოგჯერ ყველაზე დიდი პრობლემებიც კი მაშინ გვარდება, როცა ერთმანეთს ხელს უწვდით. ნახვამდის ჩემო მეგობარო. ბალიშა მალე ისევ დაბრუნდება ახალი ზღაპრით.